მინდა შევეხო ახალგაზრდა ძალიან საინტერესო შემოქმედებით პატარა ფრაგმენტს. ეს გახლავთ სანდრო ლომინაშვილი, რომელმაც საოცარი გზა გამოიარა მისი საქმიანობის დაწყებიდან დღემდე. ის ჯერ მათემატიკით და ინჟინერიით იყო გატაცებული, შემდეგ მანქანათმშენებლობით და სულ რაღაც 2014 წლიდან სამრეწველო დიზაინსა და სივრცით ხელოვნებას მიუძღვნა თავისი საქმიანობა. დიზაინერობა მე გადავწყვეტე 24 წლის ასაკში. დიზაინი ჩემთვის იყო მეოთხე პროფესია. მანამდე თქვათ უფრო ტექნიკური განათლება მქონდა, რაც ალბათ დღეს მეხმარება ჩემს საქმეში. ბოლოს სწავლობდი მანქანათმშენებლობას უნივერსიტეტში და მინდოდა პროფესიის შეცვლა, რატომღაც მინდოდა რაღაც შემოქმედებითი საქმეს კეთება და გამოწვევასავით იყო სკამის მოფიქრება და დავიწყე სკამზე ფიქრი და ეგრე ნელ-ნელა დაემატა სხვა ნივთებიც და დღეს გავხდი, ჩემი პროფესია გახდა უკვე დიზაინერი. ესე დიზაინი უფრო მეტნაწილად ვფიქრობ, რომ ორი მიმართულება არის, ან თქვათ საყოფაცხოვრებო ინდუსტრიული მასიური წარმოების დიზაინი, ან უფრო საგალერეო ნივთების და ისეთი ნივთებს ვცდილობ გავაკეთო, რომელიც მოხმარებაც მე მომინდებოდა და მე მინდა რომ მქონდეს რაღაც თქვათ სკამი. მე ვერ ვიტყვი რომ რაღაც განსაკუთრებული მასალა მაქვს, რომელსაც მიყვარს მუშაობა. ვცდილობ რომ თავი არ შევიზღუდო, რაღაცა თავისუფლად ვიფიქრო და მასალაზე როგორც წესი მე ვფიქრობ ხოლმე, ფორმის მერე, რომ რა მასალა მოუხდებოდა ამა თუ იმ ფორმას. ჩემი პირველი ნამუშევარი, რომელიც მე გავაკეთე, იყო სკამის 3/4. ეს იყო 2014 წელი. საინტერესო ისტორია აქვს ეს სკამი, იყო შეცდომის შედეგი. შემთხვევით, როდესაც სკამს ვხატავდი და დავხატე სკამის ერთ-ერთი ფეხი არ მიუერთე დასაჯდომს და როდესაც დავინახე და შევხედე, ვიფიქრე, რომ საინტერესო იქნებოდა ეგეთი სკამის გაკეთება. თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის პრემირებული პროექტი სკამი ALO 02. საოცარია ის ფაქტი, რომ ამ არაჩვეულებრივ სივრცეში, რომელიც წარმოადგენს თბილისის მეტროსადგურ ტექნიკური უნივერსიტეტის ინტერიერს, ეს სივრცე შეიქმნა 80-იანი წლების პოსტმოდერნიზმულ პერიოდში. არაჩვეულებრივი პანოების, გუმბათური ჭერი, არაჩვეულებრივი ანტურაჟი აღმოჩნდა თანამედროვე დიზაინისთვის და ამ სივრცეში შემოიჭრა ეს სრულიად პრაგმატული გეომეტრიული მკაცრი ფორმის დიზაინი, რომელიც თავისი მოპირკეთებით ამ მარმარილოს არაჩვეულებრივი ფერადი ქვების მონაცვლეობით სრულიად სინქრონში და შეესაბამება კედლის ტონალობას. ეს საჯარო პროექტი იყო სხვანაირი, რადგან საჯარო სივრცისთვის მეტროსთვის კეთდებოდა. ჩემი სურვილი იყო, რომ შემექმნა სკამი, რომელიც გახდებოდა, თქვათ, ამ ინტერიერის ნაწილი. მეტროს შემთხვევაში ბევრი რაღაცა იყო ნაკარნახები ინტერიერიდან. მაგალითად, მასალა, ქვა, მე გადავწყვიტე, რომ გამომეყენებინა, როდესაც ჩავედი და დავათვალიერე მეტრო, თითქოს ადგილმა მომთხოვა თვითონ მასალის გამოყენება. ფორმა უკვე მქონდა მოფიქრებული ეს დახრილი ფეხებით და როდესაც დავიწყე ფიქრი, რომ რა ქვა გამომეყენებინა, ვიფიქრე, რომ თქვათ ერთი ქვის მაგივრად მოდი ბევრს გამოვიყენებ და თქვათ ავრიე და რაღაც ჭრელი ნივთი მივიღეთ, რომელიც ნადისორდიას მოზაიკას მოუხდა ჩემი აზრით. 6 სკამი გვაქვს, 6-ვეში 10-ნაირი ქვა არის გამოყენებული, მაგრამ თითო სკამს აქვს თანმიმდევრობა სხვანაირად, რაც ნიშნავს, რომ მივიღეთ 6 ერთმანეთისგან განსხვავებული უნიკალური სკამი. ჩვენთვის, როგორც თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდისთვის, მნიშვნელოვანია თითოეული პროექტი, რომელსაც წარმოვადგენთ, იყოს ახალ გარემოში და ახალ კონტექსტთან ურთიერთობაში. ამ მხრივ სანდროს ნამუშევარი კი ისევ მეტროპოლიტენში არის განხორციელებული და ფონდი ხშირად თანამშრომლობს თბილისის მეტროსთან, თუმცა ყველა პროექტი, როგორც ვთქვი, აბსოლუტურად განსხვავებულად წარმოაჩენს ამ კონტექსტს და გარემოს.
სანდროს პროექტი პირველია, როდესაც შერწყმულია დიზაინი და გამოყენებადი დანიშნულება აქვს. ეს რაღაცნაირად ახალი ეტაპი არის ჩვენთვის და ძალიან საინტერესო იყო მუშაობა დიზაინის ობიექტზე, რომელიც თან გამოყენებადიც უნდა იყოს. ამ ვფიქრობ, რომ ძალიან გამორჩეული ნამუშევარია. საინტერესოა როგორი მუშაობა ხელოვანმა ამ მრავალშეოვან შინაარსზე, რომელიც არის როგორც ისტორიული, ასევე ვიზუალური, ასევე კონტექსტი და წარმოაჩინა სრულიად უნიკალური ხედვა ამ პროექტზე. თანხმედრა მოხდა ჩემი და ფონდის ხედვას შორის იმ ხრივ, რომ როგორც მე მესმის ფონდის საქმიანობა, ანუ ფონდი ცდილობს, რომ ხელოვნება გახატოს ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის და მეც, როდესაც მუშაობ, თქვა, ჩემ დიზაინზე, ვაკეთებ ყველასთვის, ანუ არ ვირჩევ რაღაც კატეგორიას, ვისთვისაც ვაკეთებ. ჩემთვის პირველი საჯარო პროექტი იყო და ნამდვილად განსხვავებული იყო. ფონდი იყო შესაძლებლობა ჩემთვის, რომ ჩემი დიზაინი გამხდარიყო უფრო ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. თქვათ, გავაკეთეთ სკამი, რომელიც მეტროში დაიდგა და ძალიან ბევრი ადამიანი მოიხმარს მას, რაც ორმაგად სასიამოვნოა.